აქციზი ეგრეთ წოდებული არაპირდაპირი გადასახადია, რომელსაც მეწარმე სუბიექტი გარკვეული საქონლის ან მომსახურების შეძენისას სახელმწიფოს უხდის. აღნიშნული გადასახადის დაწესებით ხდება ადამიანზე და გარემოზე ზიანის მომტანი მომსახურების მიწოდების გაწვირება, რაც შესაბამისად მის მოხმარებას ამცირებს. რა სახის პროდუქციის წარმოება და იმპორტი ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით, აქციზური მარკით ნიშანდებას, რა მიზანს ემსახურება პროდუქციაზე აქციზური მარკის დატანა, მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუმარია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსი თეონა შიუკაშვილი. მოგესალმებით თეონა, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. თეონა, როგორც ცნობილია, აქციზის გადასახადი საზოგადოებისთვის მომატებული საფრთხის შემცველ პროდუქტებზე წესდება. აქვე ამას ერთვის აქციზის ზრდა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებაც არის. რომ გვითხრათ, რატომ არის აუცილებელი აქციზის დაბეგრვა და რა პროდუქტები იბეგრება და ასევე საინტერესოა რომ გავშალოთ, რას ნიშნავს არააქციზირებული მარკირება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. აქციზის გადასახადი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და აქციზური მარკით ნიშანდებას საჭიროებს ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ალკოჰოლური სასმელი, მათ შორის ლუდი, თამბაქოს ნაწარმი, რომელიც მოიცავს ნედლეულსა და ნარჩენებს და ასევე ელექტრონული სითხეები, რომელიც განკუთვნილია ნიკოტინის შემცველობით და ნიკოტინის გარეშე, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მოწყობილობით მოწევისათვის. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდა აქციზური მარკისა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს არააქციზური პროდუქციის მარკირებას და ასეთი ფორმის მარკირება ხორციელდება როგორც წყალზე, ასევე სხვა არაალკოჰოლურ სასმელებზე. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ აქციზის გადასახადს, აქციზის გადასახადი მოგეხსენებათ, რომ არაპირდაპირი გადასახადია და ის სავალდებულო გადასახდელია თავის შინაარსით. კი ბატონო, საინტერესოა რა შემთხვევაში და როდის იხდის პირი აქციზის გადასახადს და რა პროცედურებია გასავლელი იმისათვის, რომ აქციზური მარკების მიღება მოხდეს. დიახ, აქციზის გადასახადი არის ყოველთვიური გადასახადი და მისი გადახდის ვალდებულება გადამხდელს უდგება, როდესაც ხდება საქმე გვაქვს დასაბეგრ ოპერაციასთან ან კონკრეტული პროდუქციის იმპორტთან. შესაბამისად, აქციზური მარკების მოთხოვნა, ასე ვთქვათ, გარკვეული ციკლია და ხშირია გადამხდელების მიმართ, რომელიც აი ამ ტიპის ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული. რაც შეეხება აქციზური მარკების მოთხოვნას უშუალოდ, როგორც სხვა სერვისებზე, ასევე შემოსავლების სამსახურს დანერგილი აქვს ელექტრონული სერვისი და გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულიად დისტანციურად მისი ავტორიზებული ელექტრონული მომხმარებლის გვერდიდან გააკეთოს აქციზური მარკების მოთხოვნა ან არააქციზურ პროდუქციაზე შესაბამისი მარკის მოთხოვნა და აი ამის შემდეგ ხდება უკვე საქართველოს კანონმდებლობით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების გაცემა. ეს შერჩეული პირი არის, როგორც უკვე აღვნიშნე, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირი, ის არის შვეიცარიული კომპანია და სწორედ მის მიერ ხდება შემოსავლების სამსახურის ზედამხედველობით კონკრეტულ გადამხდელებზე შემოსავლების სამსახურის თანხმობით აქციზური და არააქციზური მარკების გაცემა. თეონა, პროდუქციაზე აქციზური მარკის დატანა რა მიზანს ემსახურება? ეს თავის შინაარსით ისეთ პროდუქციაზე არის აქციზური მარკით ნიშანდება მოთხოვნილი, რომელიც გარკვეულწილად უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს და საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. და შესაბამისად, იგივე ალკოჰოლი, ლუდი, თამბაქო არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც არის აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული და გარკვეულწილად მომხმარებელს იმითი, რომ კონკრეტული პროდუქტი არის აქციზურ მარკა დატანილი, აქვს გარკვეული სანდოობა აი ამ პროდუქციის მიმართ, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი და სახელმწიფოს რეგულირების ჩარჩოებში მოქცეული პროდუქცია, რომელსაც აკონტროლებს და შესაბამისად გადასახადს იხდის გადამხდელს. კი ბატონო, ესეც საინტერესოა, რამდენად დაცულია საქართველოში შექმნილი აქციზური მარკა.
დიახ, ანუ 2002 წლიდან საქართველოში აქციზური მარკები ჩანაცვლდა, ასე ვთქვათ, ახალი მარკებით. ეს არის სრულიად ახალი დიზაინის და ახალი დაცვის მექანიზმების მქონე აქციზური მარკები. არსებულ აქციზურ მარკას გააჩნია 9 დამცავი ნიშანი, რომელიც არის ხილული ნიშნები, ნახევრად ხილული, უხილავი ნიშნები და ასევე სასამართლო ექსპერტიზით დადასტურებადი ნიშნები. შესაბამისად, ძალიან მარტივი მექანიზმებითაც და ასევე რთულათაც დადგენადია ეს აქციზური მარკა არის თუ არა ნამდვილი და არის თუ არა შესაბამისი უწყების მიერ გაცემული. თვითონ აქციზური მარკა დიზაინით ძალიან საინტერესო ვიზუალის არის. მასზე გამოყენებულია ძველი ქართული ორნამენტები და აქციზური მარკა გამოიყენება სხვადასხვა პროდუქციისთვის და შესაბამისად სხვადასხვა პროდუქტისთვის სხვადასხვა დიზაინის მარკებს თავაზობს, ასე ვთქვათ, შემოსავლების სამსახური. თეონა, მეც დამაინტერესა და მაყურებლისთვისაც ვფიქრობ, საინტერესო იქნება, როგორია აქციზების გამოანგარიშების წესი, რომ გავშალოთ. დიახ. აქციზის გამოანგარიშება პროდუქციის მიხედვით ხდება სხვადასხვანაირად. მაგალითად, ალკოჰოლის შემთხვევაში ამ აქციზის გაანგარიშება ხდება, ანუ კონკრეტული პროდუქცია, ვთქვათ, ალკოჰოლი მისი პროცენტული ოდენობის შემცველობით, უნდა გავამრავლოთ, ასე ვთქვათ, ლიტრაჟობაზე და შესაბამისად გავამრავლოთ იმ აქციზის განაკვეთზე, რომელ განაკვეთში ჩდება ის სასაქონლო კოდის მიხედვით. პირობითად რომ ავიღოთ 40 გრადუსიანი მაგალითად ჭაჭა, რომელიც არის ალკოჰოლური სასმელი და რომელიც ვთქვათ ჩამოსხმულია 9 ლიტრიანი მოცულობის ჭურჭელში, ეს გადის 15 ლარიანი აქციზის განაკვეთში და აი ამ 9 ლიტრიანი ბოთლი ჭაჭის არყის აქციზი არის 3 ლარის ოდენობით. განსხვავებული გვაქვს აქ სიგარეტთან მიმართებაში, როდესაც თამბაქოს ეხება, არის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები, რომელიც საცალოს არეალიზაციო ფასის მიხედვით ხდება ფასის გამოანგარიშება, ასევე არის ელექტრონული სითხეები, რომლებიც 1 მილilitrზეა დადგენილი, გვაქვს ასე თუთუნი პირობითად, რომელიც წონის მიხედვით იბეგრება, განსხვავებულია აქციზით დაბეგურის განაკვეთების სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებაში. აი, რა ითვლება აქციზის ჩათვლით ოპერაციად და პროცედურები როგორი არის ამ შემთხვევაში? აქციზის ჩათვლა თავის შინაარსით გულისხმობს, რომ ანუ ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც აქციზური პროდუქცია, რომელიც იწარმოება, ან მისი იმპორტი ხორციელდება, თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ის საჭიროებს აქციზის გადასახადს. შესაბამისად, ესეთი პროდუქცია შესაძლოა მეორედ იქნებს გამოყენებული სხვა პროდუქციის საწარმოებლად. სწორედ ეს განაპირობებს, რომ იმის გამო, რომ გადამხდელს არ მოუწიოს ორჯერ ერთი და იგივე ტიპის პროდუქტზე აქციზის გადახდა, მას შეუძლია, რომ ჩაითვალოს აქციზის გადასახადი იმ პროპორციულობით, რა პროპორციულობითაც მან გამოიყენა მისი პროდუქციის საწარმოებლად კონკრეტული აქციის გადახდილი პროდუქცია. ეს მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება შიდა მიწოდებისთვის განკუთვნილი, ადგილობრივი წარმოებისთვის თუ ექსპორტისთვის განკუთვნილი. აქციზის ჩათვლის პროცედურა ერთ და იგივეა და მას ფინანსთა მინისტრის ბრძანებით არის დადგენილი და ესეთი ტიპის ოპერაცია უნდა დადგინდეს, დადასტურდეს ან საბაჟო დეკლარაციით, ან საგადასახადო ანგარიშ ფაქტურით და ამის შესაბამისად შეუძლია პირს რომ ჩაითვალოს აქციზის გადასახადი. კი ბატონო, აქციზის დეკლარაციის წარდგენა რამდენად სავალდებულოა და რატო? რა თქმა უნდა, აქციზის დეკლარაციის წარდგენა სავალდებულოა, ის წარდგინება ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურს და სავადო პერიოდი არის ყოველი თვის, ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვი და როდესაც ადგილობრივ პროდუქციაზეა საუბარი, აქციზის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება პირს აქვს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთანავე, ხოლო თუ იმპორტი არის, მაშინ იმპორტის განხორციელებისთანავე. კი ბატონო, თეონა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შემოსავლების სამსახურს iOS და Android სისტემებისთვის დანერგილი აქვს და აპლიკაცია, რომ გითხრათ რა ფუნქციის მატარებელი არის ეს აპლიკაცია და რამდენად ხელმისაწვდომია და მარტივი არის მომხმარებლისთვის ელექტრონული სისტემის შესახებ რომ ვისაუბროთ. დიახ. შემოსავლების სამსახურს შერჩეული პირის მეშვეობით დანერგილი აქვს სხვა მაკონტროლებელ მექანიზმებთან ერთად, რომელსაც შემოსავლების სამსახური მის შიდა საქმიანობაში იყენებს როგორც ანალიტიკურ პროცედურაში, ისე სხვა კონტროლის ღონისძიებებში, ასევე დანერგილი გვაქვს ყველასთვის ხელმისაწვდომი
მათ შორის ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი iOS და Android აპლიკაციები, რომელიც შეუძლია პირს რომ ჩამოტვირთოს ისევე როგორც ნებისმიერ სხვა აპლიკაციას ვიყენებთ და აი ამ აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია რომ ნებისმიერ პროდუქტზე დატანილი არააქციზური და აქციზური მარკა იქნეს წაკითხული და მიიღოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ინფორმაცია. როდის იქნა ეს პროდუქცია მარკირებული, როდის იქნა აღნიშნული, ვინ არის კონკრეტული პროდუქციის მწარმოებელი ან იმპორტიორი და რა ტიპის პროდუქციაზე არის გააქტიურებული, ასე ვთქვათ, ეს კონკრეტული მარკა. კი ბატონო, დასასრულისკენ მივდივართ და მოდით ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, სტატისტიკით შევაჯამოთ, ავიღოთ ბოლო 2 წლის სტატისტიკა, როგორი არის აქციზური მარკების მოთხოვნის მიმართულებით ბოლო 2 წელი და ძირითადად რა საქონელზეა საუბარი. სტატისტიკა სტაბილურად მზარდია, ასე შეგვიძლია შევაფასოთ და ის რეალურად ჯდება იმ გრაფიკში და იმ მოლოდინებში, რომელიც სამსახურს აქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროდუქტთან მიმართებაში არის თანაბარზომიერი, ეს იქნება არაალკოჰოლური პროდუქტი, ლუდი, თამბაქო, თუ სხვა მაგალითად ელექტრონული სიგარეტები. ყველა შემთხვევაში გვაქვს მზარდი, პირობითად ლუდის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12%-ია დაახლოებით წლიური ზრდა. სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს ეს 2-3%, რომელიც ძალიან ლოგიკურ რაოდენობაში ჯდება. მადლობა თეონა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ბიზნეს პოსტის სტუმარი იყო შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ზედამხედველთა მომსახურების სამმართველოს უფროსი თეონა შიუკაშვილი.